მოგესალმებით, დღის ახალი ამბებით ეთერშია დღის კურიერი 12 საათზე სტუდიაში მანანა მანჯგალაძე მუშაობს. დღეს 25 დეკემბერია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილიო მეორეს აღსაყდრების 30 წლისთავი. უწმიდესი საზეიმო წირვას თავად აღავლეს სამების ტაძარში. წირვას ამ თარიღთან დაკავშირებით მრევლთან ერთად სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ქუვეითიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებიან. ტაძარში პრეზიდენტობის კანდიდატები და პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. უწმიდესა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ილიო მეორე მოსახლეობასა და ხელისუფლებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. პატრიარქის თქმით, მომავალმა პრეზიდენტმა ხალხისთვის მიცემული ყველა დაპირება პირნათლად უნდა შეასრულოს. ჩვენ სამების ტაძარს პირდაპირ ეთერში ვთავთ. მაია ლომიძე დეტალებით საზეიმო წირვის შესახებ. დღეს შესრულდა ზუსტად 30 წელი მას შემდეგ, რაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ილიო მეორეს საპატრიარქო ტახტიდან მართავს. სადღესასწაულო წირვა დილის 10 საათზე დაიწყო. პატრიარქი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მილოცვებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისგან იღებს. იმ ფაქტს, რომ ეს გახლავთ საყოველთაო დღესასწაული, ერთი გარემოებაც ადასტურებს სადღესასწაულო წირვალს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს, ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ეს წუთია წმინდა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მოვიდა ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი. დიდი ზეიმია საერთო სახალხო. მისი უწმინდესობის აღსაყდრების 30 წლისთავი და დიდი მოვლენა. ძალიან მიყვარს უწმინდესი, ის არის ჩვენი ერის მამა და მთელ საქართველოს მინდა მოვუწო მისი აღსაყდრების 30 წლისთავი. უდიდესი დღესასწაულია ყოველთა ქართველთა პატრიარქის აღსაყდრების დღე. საქართველოს უნდა გაბრწყინდეს მართლმადიდებლობით, ყველა დასახლებულ პუნქტში არსებობდეს უნდა მოქმედი ეკლესია. ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილება მომავალი ხელისუფლების მიერ აუცილებლად უნდა შეთანხმდეს უწმინდესთან და უნეტარესთან, წმინდა სინოდთან. ამ გზით მივიღებთ ჩვენ ჭყონდიდელის გაბრწყინებულ საქართველოს. დღევანდელი დღე არის 30 წელი უწმინდესის აღსაყდრების. როგორც თვითონ ბრძანა იყო გზიანი ღამე, რომელიც გაწევდება. სვეტიცხოველში 30 წლის წინ მოხდა აღსაყდრების დღე, როცა დაადგეს პატრიარქს ულამაზესი გვირგვინით და თავზე. საოცარი ეს წლები, რაც მისმა უწმინდესობამ სიყვარულით, დიდი მოთმინებით, თავისი უდიდესი სულიერებით განლო და მთელი ერი და მთელი ქვეყანა დღევანდელ დღეს ზეიმობს. მისი უწმინდესობა დღეს მილოცვებთან ერთად სავარაუდოდ საჩუქრებსაც მიიღებს. სადღესასწაულო მიღება საპატრიარქოში წირვის დასრულებისთანავე დაიწყება, ხოლო საიუბილეო დღეს საღამოს 8 საათზე დაასრულებს კონცერტი, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.